რამაზ საყვარელიძე შემოგვერთდება. ხო, მოგესალმებით ბატონო რამაზ, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით გავაგრძელოთ ის თემა, რომელზედაც წინა სტუმართან ვსაუბრობთ ახლა ბოლოს, რევოლუციის საკითხი და რა არის საჭირო რევოლუციისთვის. ანუ მხოლოდ სანქციები და ფული საკმარისია თუ არა ამისთვის? ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. და ისევე როგორც ის რომ გავაგრძელო ბატონი დავითის მსჯელობა, ოღონდ მცირე დაზუსტებას შევიტანდი. არის ლაპარაკი, რომ პატრონები, დამკვეთები ჩდება კითხვა, რომ რატო უკვეთავენ საქართველოში რევოლუციას? რა არის ამ საქართველოში ისეთი, რომ ვერ ისვენებენ. თან ეს რევოლუცია ორი რამეა, ხო, ხელისუფლება შეიძლება აიღო საარჩევნო წესით, ოღონდ მაგას დიდი დრო უნდა და რევოლუციური ფლობა ხელისუფლებისა მოკლე ვადებში შეიძლება. დრო თითქმის არ ჭირდება. აი ასე აჩქარებული წესით აწყობს და ამიტომაა რევოლუციაზე ლაპარაკი. რატო უნდათ მაინდა-მაინც ხელისუფლების შეცვლა? თან ლაპარაკია იმაზე და იციან ეგ შესანიშნავად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს ნაციონალური მოძრაობა, სხვა ალტერნატივა არ არის. იმაზე საუბარიც კი, რომ მამუკა ხაზარაძე იქნება თუ გახარია, რომ მოვლენ იმათ არსად არ უთქვიათ რა დამოკიდებულება ექნებათ ნაციონალების მიმართ. გახარია ამბობს მეტნაკლებად, თორე ხაზარაძეს პოზიცია ლოიალურია. ამდენად ფაქტიურად ვინც არ უნდა მოვიდეს მართლაც ხელისუფლებაში, ისინი აღადგენენ ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობას. ნაციონალურ მოძრაობას ის პლუსი აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა ახერხებს ურთიერთობას როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. გაიხსენეთ, რუსი ივანოვი არ იყო ვარდების რევოლუციის დროს ჩამოსული. კი, მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა 2003 წლის შემდეგ 2012-მდე, ხო ესეა ბატონ რამაზ, ანუ შუაში იყო 2008 წელი. ბევრი რამე ხან იცვლება და ხან აღდგება წარსულიდან. ისე რომ ნუ გაგვიკვირდება თუ წარსულიდან აღდგება რაღაცეები. ეგ ერთი, მაგრამ დაუბრუნდეთ იმ კითხვას, რატო უნდათ რევოლუცია, იმიტომ რომ იქიდან ჩინეთი მოდის. და კავკასიაზე ჩინეთი აპირებს წამოსვლას. გავიხსენოთ, რომ კავკასიაზე სადაც ამ ხაზზე აზერბაიჯანია საქართველოს პარტნიორი, აზერბაიჯანთან დაიწყო დაპირისპირება. ისე რომ ეს გზა, კავკასიური გზა შეიძლება აფეთქებების ისეთ იმაში მოექცეს რკალში, რომ აღარ გამოდგეს ტრანსპორტირებისთვის. ისე რომ აი ჩინეთთან ბრძოლის ფორმაა ეხლა საქართველოსა თუ აზერბაიჯანთან ბრძოლა. და ამ ბრძოლაში რუსეთი და ევროპა ერთად დგანან და ერთად მონაწილეობენ. ეს გავაცნობიეროთ. კი ბატონო, ეხლა მოდი და ამავე რეჟიმში მუშაობს კეზერაშვილი. ანუ კეზერაშვილი აქ რა როლს თამაშობს, უფრო ცალად რომ ვთქვათ? კეზერაშვილიო დასეირნობს ეხლა ითქვა ხო თავისუფლად. რატო ასეირნებენ თავისუფლად? სწორედ იმიტომ, რომ მაგის საფასურად კეზერაშვილმა რევოლუციას შეუწყოს ხელი. და ის რომ ქართულ სინამდვილეში კი გავიგეთ ეს ერთი მხრივ ერთი გეგმა, მაგრამ მხოლოდ სურვილი და ჩემი კითხვის დასაწყისს დავუბრუნდები, მხოლოდ სურვილი, მხოლოდ ფული და სანქციები არის საკმარისი იმისთვის, რომ აქ შეიცვალოს ხელისუფლება. ამას ხო სჭირდება ხალხის გარკვეული რაოდენობა, რევოლუცია ხალხის მონაწილეობის გარეშე ხო არ ხდება? აი ამ ხალხმა გააწყალა გული, კაცო. არჩევნების დროსაც აპირებდნენ, მაგრამ ხალხმა გააფუჭა, თორე არჩევნებით მიიღებდნენ იმ ცვლილებას. ეგ თქვენ რასაც ბრძანებთ, სწორედ აი ამ ხავერდოვანი რევოლუციის სცენარში ეგ პრობლემა არის, ხალხის პრობლემა. და თუ ხალხი არ წაყვა ამ სცენარს,
არაფერი არ გამოვა მაგ სცენარებიდან. ანუ ხალხის ფაქტორის ნაკლებობა არის იმის, ესე ვთქვათ, შედეგი, რომ არ ხდება რევოლუცია. ხალხის ნაკლებობა არც კი, იმიტომ რომ სურვილის არ ქონა, რევოლუციის სურვილის არ ქონა. ხო, არა, მძაფრი სურვილი ხალხში არის იმისა, რომ აქ არ იყოს არეულობა. ჩვენ ბევრი არეულობა ვნახეთ და ვიგემეთ და ისე რომ ახალი არეულობის მიმართ რამდენად ცოტაც არ უნდა დარჩეს მხარდამჭერი სიმშვიდისა, ამ სიმშვიდის მხარდაჭერა იქნება ძალიან თავგანწირული, რომ იცოდნენ მათ ვისაც არეულობა უნდა. კი ბატონო, აი ამ ხრივ ევრობიუროკრატები, როგორც ამას ეძახიან, განსაკუთრებით აქტიურობენ იმ მიმართულებით, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, მაგრამ თავად ევროპაში საკმაოდ უცნაური პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ მინდა გკითხოთ. იგივე ურსულა ფონ დერ ლაიენის ირგვლივ. აი რა პროცესია ახლა ევროპაში? იქაც დაახლოებით ის ფრონტია გახსნილი, რაც ჩვენთან. ეგ ერთნაირი თვალით თუ გადავავლებთ ამერიკას, ევროპას და საქართველოს თვალს, კავკასიასაც მთლიანობაში, ახსნა უფრო ადვილად მოიძებნება, ვიდრე ლოკალურად და უშუალოდ კავკასიური ან ქართული პრობლემატიკიდან გამომდინარე. კერძოდ, კონსერვატორები და ულტრა ლიბერალები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ულტრალიბერალებმა ცადეს ტრამპისთვის ტყვის როლაც კი. ტრამპის საერთოდ ამოგდება იმიდან, არჩევნებიდან. გაიმარჯვა ტრამპმა არატიპიურმა პოლიტიკოსმა. ეხლა გადმოვიდა ცენტრი ევროპაში. ევროპაში მთელი ევროპის ელიტა, აი თქვენ ბიუროკრატია რო ახსენეთ, არის ულტრალიბერალური. და ამ ელიტის პოლიტიკური ელიტა ევროკავშირი ამის დირექტორი არის ქალბატონი ურსულა. და ვინც შეიტანა საჩივარი 30-მდე კაცმა, ისინი არიან კონსერვატორები. ისე რომ კონსერვატორებისა და ულტრალიბერალების ბრძოლის მორიგი რაუნდია ევროპაშიდაც. იმიტომ რომ ევროპა გახდა ძალიან ლიბერალური, ფაქტიურად მთელი ლიბერალიზმის ცენტრი დღეს მსოფლიო მნიშვნელობით არის ევროპა. და ვისაც და არ გაუშვებენ ხელიდან ფონ დერ ლაიენი ამასთანავე გამოცდილი პოლიტიკოსია და საეჭვოა რომ მან უკან დაიხიოს, მაგრამ გაგრძელდება ალბათ ეს ბრძოლა ევროპულ ბატონო რამაზ, აი ფონ დერ ლაიენის მოწინააღმდეგე ძალას რამდენად აქვს რესურსი, რომ მას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს? არა აქვს დიდი იმედი თვითონ. სწორედ იმიტომ რომ უმრავლესობა ლიბერალებია, მაგრამ თვლიან რომ პრეცედენტი შეტანის ამ საკითხის შეტანის პრეცედენტი რაღაც რაოდენობის მოგროვების, აი ეს ნაბიჯ მიიყვანს მათ გამარჯვებამდე. არ თვლიან თვითონაც რომ დღეს მიიღებენ გამარჯვებას. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო რამაზ საყვარელიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.